არ დააწვე შემდეგ ვიდეოს და არ გადართო შემდეგ ვიდეოზე, იმიტომ რომ რემონტს თუ იწყებ, სარემონტო სტარტი იწყება დომინოში 50%-მდე ფასდაკლებით. წამოდით, მე ხა გაჩვენებთ ყველაფერს. კერე. მაგრა უბერავს, მაგრა. გეყო შიგნით და თო ესა ჯადოსნური წყაფია. გაფუჭდა. ეს კადრი მე და დათო ერთად მოვიფიქრეთ. მოვედით დომინოში, სარემონტო სტარტი იწყება რა. რას ნიშნავს სარემონტო სტარტი? აი ეს აწევა და დაწყება მისი რა ქვია რემონტი არის ყველაზე რთული, იმიტომ რომ ეხლა თქვენ ფიქრობთ რომ აიცა ეხლა უნდა ვირბინო იქა, მე აქ ვირბინო, მორჩა იქ. აქამდეც მოშენილი იყო, მაგრამ დომინოში შეგიძლიათ 50%-მდე ფასდაკლებით. ეს არის 16 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით 50%-მდე ფასდაკლება არის სარემონტო პროდუქციაზე რა. ესენია კარები, ხის მასალა, ელექტროტექნიკა და ასე შემდეგ. ნებისმიერ რამეს რა. აი ესეთ ნიშნები დაგვიდებათ, სადაც რამდენი პროცენტიანი ფასდაკლება, აქეთ არის 45, სანტექნიკაშია 45%-იანი ფასდაკლება, 50%-იანი კარებზეც არის და უამრავ თითქმის ყველაფერზეა ფასდაკლება. რაც შეეხება იმას, რომ როგორ დაიწყოთ და სად ირბინოთ მაგის გამო, არაფერი, დომინოსთან მოდიხართ, შესასვლელში დგებით. ეს მომენტი, ყველაფერს ერთსივსესი, ასად არ გადიხართ, ეს დღეს კარგავთ, მაგრამ შემდეგში უკვე იფასოთ ამდენ პროდუქციას შეიძლება მოგიტანენ სახში. მერე ხელოსნები გადმოზიდავენ და დაიწყებენ. თავი პრობლემა არის ხომ დაწყების რა. ხოლო დაწყება უკვე შეგიძლიათ და ეხა მოასწროთ ფასდაკლებით. იმიტომ რომ მერე დაიწყებთ 29-მდე ვერ მოასწარი, მერე გაძვირდა, ისა ან თქვენ თუ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ჯერ მოხვიდეთ, ნახოთ ფასდაკლების რაგებს და შემდეგ მერე ნახოთ ფასდაკლების გარეშე რომ მოიმატებს იგივე ფასი. ანუ ქართული ფასდაკლება არ არის, ეს არის ნამდვილი ამერიკული ფასდაკლება. ის დომინო. ხო და ეხა სახლ-მანქანაზე რა გვინდა? ეს ინფორმაცია მოგაწოდეთ, რომ იცოდეთ, ვინც დასტარტავთ ჯოჯოხეთურ რემონტს. თქვენთვის შესამსუბუქებლად დომინო მოიფიქრა ეგ, რომ ყველაფერი ერთ წუთში 50%-მდე ფასდაკლებით, ანუ სტიმული რომ მოგცეთ, რომ დაიწყოთ. თუ არ გინდათ, ჩვენა ვერ დაგაძალეთ. რა უნდა გორში რემონტსა? ეხლა წავედით სახლ-მანქანისთვის, ჩვენი საყვარელი, მე მგონია რომ ხანდახან საბნის მაგივრად DSP უნდა მეფაროს. ეხლა იქ გადავიდეთ, დათო, ჩვენი გენიალური ესე იგი, იქ რას ვაკეთებთ? ეს არის იქაური აფშივკა რა, ლამპა რაც წუძახთ. ლამპას აქ ეგეთი ფუნქცია, რომ რაც არ უნდა გამომშრალი იყოს, როცა გააკეთებთ და მაგალითად იქ ზეთი ხო წაუსვით, ამას კაჟტანის ზეთით რომ დავამუშავებთ, რომ უფრო გამძლე იყოს და თამფერი მისცეს ლამაზი. ესენი მოძრაობს რა, აი თუ დაცხება, ესენი რიჭოები გაფართოვდება, თუ შეცვლიდება, შევიწროვდება. ამიტომ ჯერ იღებთ, ესე უსმევთ ამას, აქ მთლიანად ამაზეც უსმევთ, რომ ეს მოძრაობის დროს თეთრი ზოლი არ დაგიტოვოთ. თქვენ რომ გაკეთებულზე წაუსმევთ უკვე. ეს შეიძლება შემოწმებული იყოს, რომ წაუსმევთ, ეს რომ გაფართოვდება და ოდნავ ის გააგებს, უკვე თეთრი ზოლი გამიშვა. ამიტომ ეგრევე რომ წაუსმევთ. რაც შეეხება სამაგისხომე, მე ვიყენებ სტეპლერით ვამაგრებ, იმიტომ რომ მარტივია, არსებობს ამის სამაგრები შურუპებით უჭერდა, მე რო არ დაგჭირდეს მოხსნდა, ამით მოხსნა ძალიან რთულია ეს სტეპლერით, იმიტომ რომ ესე უნდა აცალო მერე და ზიანდება რა. მაგრამ მე ფეხებზე მკიდია. სახლ-მანქანაში ვაკეთებ, მოჭამსაგდები, ვიქნება ძალიან ჩამოვარდა. აი ესე დავაყენებ და ესე უკვე ერთმანეთს გავხსევით გავაკეთებ. ვაიმე და თუ იმენა საუნაში ვარ. აქ იქნება ყველა ზომის ფიცრები რა, ფიცრებზეც რაღაც ფასდაკლებები არის. ხო. ჩემი თავარი პრობლემა არის ხომ ის, რომ რაღაცის ყიდვა რომ მინდა ძალიან მეზარება ქალაქში გასვლა საცობის გამო რა. და აქაურობის მუღამიც ეგ არის, რომ აქ მოდიხარ და მორჩა.
ეს წერტილამდე მიდიხარ. დანარჩენს უკვე აქ მოაგვარებენ კონსულტანტები და თქვენი ჯიბე რო შეიძენთ. იგი რა და თუ ესა რა შეშინა. აი ხო არაფერში დამჭირდება, მაგრამ მინდა რა ის ორიცა. და ლისტის აი როგორი გამომშრალია. ეს მოიცა რა ნახე არის? წიწვი. წიწვი რა არის? წიწვი რა? რას მეწიწვია აბა? ეს რო დაალაგო. შეიძლება წასვლაც აღარ დაგჭირდეს ბორჯომში შეჩემა. ისე გებრიელის სუნი არის. წამო ექიმა არჩილ მაშანია მომწერა. ვიდეო ნახეო. მართლა გეუბნები. რაღაცეებსა ქლიბაო. და რესპირატორი არ გიკეთია. და გიძრევა ისე. ამ დაავადებებს ვფიაო. სამსახურეობრივი დაავადება თუ რაღაცა მითხრა რა ამ ბაქტერიებსა. მომწერა რადგან უცნაური ვიყიდოთ ის აირწინარი. და ეგ კიდევ უიჭველიო და იხმარებო რა. ექიმი რო გწერს ხო ის მაინც მე ის არის. პრაქს უჭერს რა ექიმი ეუბნება მე რო ვუჭერს. აი დათო გეუბნები ნახე. აიღე სარემონტო სტარტი. დომინოში. 50%-ამდე ფას დაკლება. 16.9. ჩემი შვილი კითხულობს ეგრე ხარ სწავლობს და ძალიან მარტივი არის მართლა. N95 ან FFP2. ეგ უნდა ეწეროს. და იხმარება, იმიტომ რომ მიკრონაწილაკებიო მაინც შედის რა ორგანიზმში. უკაცრავად N95 ან FFP2 დაცვის პირვადეები გვჭირდება. მაგრამ კი რაღაცები მქონდა, არ ვახსენდი ხოლმე ბატონს. კარგად რო ფარავდეს სახეს. ეს რომელია? ეგ ნახევარსახის არის 3M-ის თლიანი ნახევარსახის რესპირატორი. ეგ დაცვა აქვს PFF N95. ნახევარსახის გინდა თუ ერთჯერადად გამოიყენოთ? რაც შეიძლება ნაკლები ნაწილაკი რო შევიდეს ორგანიზმში. ანუ ქიმიას მუშაობ თუ მტვერთ? მტვერი. ანუ ეს უნდა იყოთ. და აი ეს თოთი. ეს ცოტა უხერხული მოსახმარია, იმიტომ რომ აი აქ უკარო იკვრება თუ რაღაცა ვერ იმასწრება. ასარეგულირებელია, ჩაუბროთ დაირეგულირებთ, მაგას ეს არ არის პრობლემა. აი ციფრო ყენდებოდეს, მაგრამ მე აქ შედის ეს. ერთჯერადად გამოსაყენებელია, ეს არის ყველაზე კარგი FFP3 დაცვით არის. FFP2 მინდა და 3 უკეთესია. 3 უკეთესია, რა თქმა უნდა, ქიმიასთან შეკეთილება და მტვერთანაც გამოიყენებთ. ეს ავიღო და ამ რეზინი აქ ამას. ხო, ყველაზე კარგი დაცვა მაგას. ეს ჯობია. ის პროსტა ძალიან ხრონგი არის და გაკეთების დროს აი მენა. ხრონგი, მაგაზე ხრონგებით არის, ანუ ეგ უფრო აბა რა გაქვთ უფრო დიდი? პროტეინი თლიანი სახის 3. ოპა. ვიდისთვის, ეგ დაჟე იმასაც იცავს. ასკოლკებს გადადინებს ნაფხვენებს. კი, ანუ თლიანი სახის არის და აგერ 515 ლარი რატო ეს? 3M-ის არის ამონიკო და ხარისხი ძალიან. ეს იგივეა. ეს თვალის სამსარიცხეა უბრალოდ, ის გაგუნდებული არის. აი ხედავი ხა როგორ იმის წინაშე ვარ, რომ ჩემი ჯანმრთელობისთვის მიღის თუ არა 515 ლარი. რა თქმა უნდა არ მიღის, 2 ცალამას ავიღებ. ვისაც გიღებთ, იმას მაიყიდეთ. მე 30 ლარად გამოვწრებ. მადლობა ძალიან დიდი. ეს ამას რა დაცვა აქვს? FFP3 არის. მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. აი, დაცვა. არა, ხო როგორ არ მიყის 12 ლარი, მაგრამ ჯერ ამითი შევიმოწმებ ჯანმრთელობას. ისიც თავად ნაუშნიკებიც მაქვს პოლსენის რა. ხოლმე შენ გამიკეთებ მე არ მეხსი ხოლმე. რა თქვი? ჯემ. მოგესალმებით, ძმდებო. ცუდი ხელოსანი ისევ და ისევ დაბრუნდა. დღევანდელი გეგმა არის ესეთი. ხეები უნდა გავაკრათ. კი გაკრულია ხა, მაგრამ ამას ტაიმლეფში ნახავთ. ჩვეულებრივი 6-იანი დიქტი, თორმეტ რაც წამოვიღეთ ზუსტად იმეებში, შიგნით კაფე შეესხა და ზუსტად გაეკრა, რომ ის მომგვარებული და დიდი სივრცეები დაგვეხურა.
ამებში ყველგან სილიკონი გავუკეთდა რომ ყარად იყოს და ეხა ამაზე რაც გინდა დაამაგრე. პარალელურად აქ საყრდენი წერტილები გვაქვს რკინა და იმ რკინაში დაამაგრე და მორჩა. ეს ასად აღარ წავა. ამაზე ხალიჩა გაეკრება, იმიტომ რომ ხმა ისევ დაგუდოს და დანარჩენი ხალიჩა რაც მიედგმე ვავეჯი მიეძება დანარჩენი შეიფუთება ლამაზი დეკორებით. მაგას მე დღეს გასწავლით ჭერი როგორ გავაკეთოთ. აბშივკა, იგივე ლამპა, აბშივკა, აშივკა, ლამპა, აბშივკა. ამაზე ვამაგრებთ ხის პლანკებს და მე იმაზე გავაკეთებთ, მაგრამ მანამდე გამწოვი უნდა დავაყენოთ შეერთად გამოწერილი, რომელიც აი ხა ის ვქენი ამოვჭერი აქ ძალიან მაგარი გამწოვია რა $50 თუ იგი ჩინეთში. მულტიფუნქციური. აი ხა მას ამოვჭრი. რამაზას ხელი ჩანს იქ. რამაზ აქეთ ფეხი ხო არ გიდევს? So თავარია არ გატყდეს. აი მე სურკინით ამახსავს. წიაზე გამწარდი. ხო ეს არის ყველაზე საშიში რა. თვალში თუ ჩაგივარ და პიზდეთ ამიტომ ალბათ გაგიკვირდა თათვალე რატომ იკეთია და არის რაღაცები სადაც სათვალეს ვიყენებ. საშიში გახდა. მოყუდა. მაგრამ კაი დროს გატეხა. ირი. გაიხარეთ. აი. ყველაფერი. მადლობა ზეციურ ძალებს. დაარტყა. ბარგალკით შემეძლო გამეკეთები. არ არის საბუთი. უამრავი ხალხი მომნეოდა რომ ეს აქ არ უნდა გამეკეთებინა. მაგრამ მე ვიძახდი ეს აქ უნდა იყოს, იმიტომ რომ აქ რომ სამგზავრო დადგება და რამე შეწოვს სუნი გაატაინო და აქედან ტუალეტიდან კუკებს რო იზავ და გამოხარ დღენის რო გამოვარდება გაიტანოს ეგრე. რას ვიზავთ? სახლი მანქანა ეგეთია. იქაც იქნება პატარა გამწოვი. გვერდიდან დავუყენებ ამ მოდივას. ესე იგი, როგორ ვაკეთებთ აბშივკას ლამპას როგორ ვაკრავთ? ეს არის ჩვეულებრივი დაპრესილი კი არა და ფანერა. ფანერას ვიღებთ ზომაზე ვჭრით და აქედან აქამდე ესე ვდებთ და რო არ ჩამოიწიოს, ამას მოძრავი ავწევთ და შურუპით დავამაგრებთ. აქ დათმუნება ჩაიდება და აქ უკვე გაივლის აშივკა და თავის ძალიანაც არ მივარტყავ. ეხლა 1.90 ვერ იქნება ყველა. ეხლა ამის ზომებს დავჭრი. მე ერთიან დიგ გადავყვები. მე უკვე აბშივკვით ვნესიგდი შუმაიტა. ეს holze ვიყიდე, დევალტი იმენა, აი ყველი და პური. მართლა. ეს არის ამის ზომებს მე გარეთ გადავჭრი ზუსტად. ესე იგი მეგობარებო. დავჭერით ზომებზე, ეხლა აქ უნდა გავაკეთოთ ის ხე და ამ ხეზე მე ლამპა შურუპდება არა. სტეპლერით ამებს დავამაგრებთ რა. არა, სტეპლერით არსად არ გაიქცევა. კი, მაგრამ სტეპლერით ხო გაიქცევა, მოიტაბა რამაზა. ცენტრიდან ვიწყებთ არა, მამაძა. აი ეს ექნა. აქედან შეხედი იხრი, ზღურის გააკეთე. ცოტა იქით ბევრი არის, შეგვიძლია გამოვწევ. ხაზე შვები. გავაშუალეზოთ, აბა. რა შვები. კარგად რომ დაიჭიროს, აქეთაც და იქითაც რომ იჭიმოს.
მოკლედ, აქ აუსმევთ გერმეტიკს. ეს არის სელსილის თეთრი არის 9 ტონიანი. კვადრატულზე იჭერს 9 ტონას. ეს რო გახმება, თუ გინდა სულ გადახსენი ნასვაკიდან ეს მანქანა. რამაზე ძახს არა, ჩამოვარდება. მე ვიძახი რომ ულტრა მეგა თანამედროვე არის ეს გერმეტიკი. ესე იგი, დღეს გვაქვს სახლი მანქანის გაგრძელება. ირეკლავს და რო გატრიალდე რა. დღეს გვაქვს სახლი მანქანის გაგრძელება, ტყავის გადაკვრა. ალბათ ყველა მილიონ ლარს იხდით ხოლმე ტყავის გადაკვაში, მე თქვენ გასწავლით დღეს როგორ შეიძლება ტყავი ისე გადავაკრათ, რომ არ მოკვდეთ кайფით და თავ რო არ დაგეხვეთ. აგეთ მომთანდი. ეს არის Apex, რა. Apex-ი არის მარწყვის გემოიანი წება, რომელსაც იმ წებოებისგან განსხვავებით თქვენ რო იმას შევით ხოლმე, რო სუნთქავდნენ, ხო ისეთ ეგ წებოები არ არის რა. ეს არის თანამედროვე წება, რომელსაც სუნი არ აქვს, მძაფრი, სულად არ ხდის და ბევრად წებოვანია. ამისთვის ვიყენებთ, ეს არის Crown-ის 2-დან 0-იანი სასხმელი, სადაც ვასხავთ წებოს და ჰაერის დაზატანებით გამოდის ეს წებო. თუ პირით შეუბერავთ, მაგდენი ვერ გამოვა, ჰაერი უნდა დაამატოთ. მატერიასაც შეეხება, მატერია ძალიან კაი ხალხთან ვიყიდე, თუმცა ბატერია არ გავუკეთებიათ და ფიზიკურად ვერ გეტყვით, სად ვიყიდე. 300 ლარი გავშულიპე. ორი ფერში ვაკეთებთ რა. წამომძანით. აქეთ წამოდი. ეს ალბათ ხედავთ რომ გაკეთებულია. ჩავთოთ განათება ბოდიში. აი. ელექტროსისტემა აქ არის. ნუ აჯებია ხა ეს ცუდი. ელექტროსისტემები აქ არის ძუძუკებზე ჩამთვე გამოვთელი დაბალი შუქებისთვის იქნება ეგ. იდეაში აქ აი ეს არის. ესენი დაბალი შუქები, დანარჩენი LED-ით ავაყენებ. აი ეს არის გადაკრული კარები, მაინც ჩავაშენე რა. ხა ესადე უამრავი კაბელია ჯერ. ეს იყო ალუმინის კარები, ხო გახსოვთ თავიდან რომ მოვხსენი. რაღაც ჟღანი. ამაზე გადავაკარით smoke laser, ანუ შებურული ტყავი პაპიროსის ეფექტით. ეს არის გადაკრული და ამ კარებზე გადავაკარით მეორე, ეხლა ამ განათებაზე კარგად არ ჩანს. ეს არის ცოტა მოცისფრო, მომწვანო, მოშაბიამნისფერო ტყავია. ეს არის ხის პონჩი და ეს არის ცოტა რომ გამოვასუნთქოთ რა, სულ რო ის არის. დეტალი ამის კონდენსირების პლასმასი მოაყოლეს ჩინელებმა და იასნია დავიკიდეთ, ხისგან ამოვჭერით და შევქმნით თლიანი დეტალი ამოვასუნთქით ჭერი ესე ვთქვათ ამ მკვეთრი ფერისგან და ცოტა ნათება მივესწრით. რაც შეეხება კედლებზეც მთლიანად ტყავს გადავაკრათ. კედლები დამუშავებული არ არის, გაიწმინდა უბრალოდ გაიჭკურკა, სველი ტრაპკით გაიწმინდა, რომ კარგად მიეკროს. ეხლა ამას დავასხავთ, ნახევარზე იქნება შაბიამნისფერი, დაბლა იქნება ტყავი. მთლიანად გადავაკრათ და მე უკვე ამაზე როგორც სახში ავეჯი მიეკრობა. ვასხანთ წედოს. მე გვაქვს მატერია, ჰაერი გვაქვს აქანე. ერთი წამი. აი ეს არა ხალხს ვაჩვენებში განდილა გაიწე. აი ამით ჩვეულებრივად არ ეგულიათ რა. ეს არის ძალიან ხაობა. ამას ცოტა მოუჭერთო, ცოტა ჩამოვიდე. აი ერთი მხრიდან. ჯერ რამაზასი მიუჭიმოთ იქ და მე გავჭიმოთ. არ მიიღო. მიდი გიორგა შენემად. აქა განა. მაინც მეტი დაუტოვე რამას, მე ჩავაჭრე. ყველა ვარიანტი მეტია იგი. აი ესე, ხო? ხო. ეხლა ის გინდა.
გასაღები. არ მინდა გასაღები ჯერ. ოიცა აი ოპა. გაჭიმე შედი. გაჭიმე. ფენ აქ ფენით გავასწორებ. ან ესე ვისო. ჰე? ჩაიწერება იქ ხო? შემდეგ უკვე რა ხავაზე დავჭიმეთ წამოვიდა რა. აი გაუსი. არა. კუთხი წაიღე პირიქით. თელი ენერგია ჩავდებით მაგრამ. იჟია. თავიდან აგასაკეთე. ის ალუმინის ალღები. რას აქვს ამატალღები? თავიდან აგასაკეთე. იგი დავიწყოთ. ჩავარ დამუცელი. ამაცადი ახლა გამოუწიე და ზოლზე დადევისე. მაცა? ეგ არის. ეგ არის. ეგი ახლა გაჭერდა მაინც. ანა კარგი როარ და ეგ არ გადა. ხალხო გადავაღო. ვერაფერს ვერ ვზა. არა იყო. ეს ჩუდან. ერთი გვერდიდან მიყევით ამ მეორედან. რა ხაერები არ დაგიდო. აზრი ჩაეწევს. არა მახარ აქ ინტერნეტი გაიკეთა. სადა. აი მე უნდა გამოცია. აი თუ აქედან რაღაცაცნო ბიჭო. მიძი კიდე უნდა უნდა. ოიცა. ზევიდან უნდა დავიწყო. ვერ არის საალაყო ჩერდებული. აქ მიეწება ესა და. აი ხარი. ილო ებსუძლებს. აუ კიდევ მომცანახი რა. მომეცი. ის უარ გეკეთე. მოაჭერი, მომისვი გიორგი. აი უფრო მეტი აი ეს ჩამოჭერი და გაუშვებს. ეხლა ხო აი ეს ჩამოაჭერი აქეთ და გაუშვებს. ამასაც თუ არ გაჭრი, კაი ვიჯი. არაფერი იქან გაჭრას. ის ხო გადააკარი. ამნაი. მოაჭერიო და მოვაჭერი. მე აღარაფერ მოაჭერი იგი. აი ეს ალუმინიუმი დავადო. და კონკრეტულ სიმაღლეზე ეს ერთად ჩავაჭრა რა ორივე. და უნდა მიაწვი პროსტა. ტყავი 300 ლარი დაჭდა. ტყავი დაჭდა თლიანად დაჭდა 350 ლარი წებოიან ყველაფრიანად. წარმოიდგინე, აქ რაც იყო და ათხოვდი დარჩა ქვეყანა რა. წებო ღირდა 35 ლარი აი სამ ხელა რაღაცა. მაინც ის მოვიტანო. აი მაგას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ არიან ჩემი სპონსორები. აუ საბასთან არის მაღაზია რა, კაი მაღაზია, მან შეგიძლიათ დაითრიოთ. არ შემიძლიეს რაღაცების დამალვები და ისინი. საბასთან არის მაღაზია, მიხვალთ იყიდით. ყველაფერი იყიდება ვაფშე, მექანიზმებიდან დაწყებული, ყველაფერი დამთავრებული. ესეთი შეცდომა და დაგვეძრა. მეტრზე დაბლა და ჩამოწიე მეტრზე. კიდე თავი უნდა იყოს მეტრზე. ეგ არის? სევიცავი და
წეში ნახევარი მაინც დაიმალება აქ. ავეჯი დგმეო, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ რაღაცა ხინჯად არის. 2-დან 0-იან თავშია სხავთ ამწებოს, ეს არის 2-დან 0-იანი თავი და სხავს საკაიფოთ რა. ესე სადარი აქამდე უნდა მოვიდეს. უსულესია. გვიპრუჭენა მანდა. ესე იგი, აბშიუკას ლამპას რაც შეეხება, როგორც ნახეთ იქ წაუსვით, ეს დამცავი ფერი რაც მიყვარს ხოლმე, კაშტანი, იმ ხეებზე, დამაგრებულ ხეებზე, უბრალოდ საცკაპნელ ურსნებით, თქვენ თუ გინდათ რომ მე ახლა რაღაცაში დამჭირდა მე და ვიწვალე კაბელის გატარება და მეორე არის ეს შურუპებით მაგრდება, თვითონ ეს აბშიუკა კბილებში ხდება. ის არის კაი რომ დაშლის დროს დაზიანებული არ არის და ეხლა ამ სადგემითი ლუსმით რო უტყავ ხოლმე, არის რომ აი ჩამოყრის დროს ეს უკვე ზიანდება და ლუსმანია გაყრილი რა, ეგ ორი ვარიანტია. თქვენ არიჩეთ ხოლმე თუ ეჭვი გეპარებათ, ჯობია რომ იმითი გააკეთოთ ხოლმე, მაგრამ იმას დრო უნდა მეტი, ეს მარტივი არის. ამით იმიტომ გავაკეთე ეს რა მოიჭრა ესენი, ეს დაყენდა, ეს ხო იჭდავით რა არის. ადის ჩამოდის გავენტილაცია დაყენდა, ეს ლედები შეიღება, ეს ვერცხლისფრად შევიღებთ, ეთერი იყო. ესეც იგივენად გაკეთდა. დანარჩენი ხო ელექტროება ეს არის. ელექტროებას ვაკეთებ გარედან რა, ეხლა აქედან ეს შტეფცელი ეს დომინოში და ეს შტეფცელი და ეს არის Type-C აქ და USB 3-დან გამომავალი დენი არის, მაღალი ძაბო და კარგად ტენის. პროგრამულად ვერ შევხვალ შტეფცელში, მაგით არიზავს. უბრალოდ სატენი არის რა. შიგვი აქვს მოთავსებული გადამყოლე და იმითი ტენის. ერთი აქ და ერთი სამზარეულოში დადგება, დანარჩენი გაყვანილობა. ეხლა შეგვიძლია ელექტროობაზე ვილაპარაკოთ, ეკოფლოუზე. მისი უდიდებულესობა. ეს გავაკეთე რატო, რომ ნახე მე მიყვარს ისა, პერფექციონისტი ვარ ბუნებით, ხო და სატესტო თესტიც გავაკეთე რა, ეს წელი კბილებზე დავსვი პროსტად სათავსო რო იყოს. ეხლა მე ეს ყველაფერი ისე მაქვს აწყობილი, რომ შემიძლია ხდებიან და თუ არ ხდები? ეს არის გამონაწილებელი. აქედან ინვერტერი არის დეში 220 12 ვოლტზე ისა ესა ასე შემდეგ შვება ყოფნას. ეკოფლოუ შვება ყოფნას. ეს ჩადგა აქედან ეგრევე ერთი ინტერნეტის კაბელი შეერთდა, DC აუთი შეერთდა. ესე ეს არის აქედან უნდა გაიყვანოთ დენი რაც შემოვა. აქედან არის 220 და 12 რა. აქედან გამოდის 220 და 12 ვოლტი. აქ არის ნახე ესეთი დაერთება. 12 ვოლტს ვსვავთ აქვთ, ეგრევე 220 აქვს ვსვავთ. ეხლა უყურე AC აუთი, ანუ აქედან გამომავალი მინუსი, პლუსი დამიწება, ეს არის 220 ვოლტის, ეს არის DC აუთი, ანუ 12 ჩენელი აქვს. 12 ჩენელზე ნიშნავს იმას, რომ 12 ჩენელი შეგიძლიათ აკონტროლოთ. 220 ვოლტიანებს, 12-იანებს აქვს თავისი მცველები, შეგიძლიათ აქ ცვალოთ, იმის მიხედვით დააყენოთ, რამე რომ მოხდეს წკაბ და დაიწვას და ისად დააზიანოთ და ეს არის 220-ის მცველები უკვე. ჩათვალე რუბელნიკებია და შიგნით თამაშის მცველები ამპერაჟის მიხედვით რა. შეგიძლიათ ეს მოხსნათ, ამოიღოთ, მცველი შეუცვალოთ, ჩააყენოთ ისე. ამ ყველაფერს მართავთ როგორც გითხარით იმითი. აქ ერთი პლუსები გვაქვს ის, რომ ეს გამოდის ცალკე დენითაც ენდი გაიწიე. ეს ხო დენითაც იტენება და ეს მსხვილი კაბელი აქვს რა. და ამას ვამჯობინე მე რომ ამას გადავჭრი. დომინოში საწავიდა. აი ეს. ეს არის ჭკვიანი რელე, რომელიც დენის გაჟონვას აფიქსირებს, მაგალითად გარედან რამე თუ მოხდა მარშრუტკაზე გადაიტანა დენი, ვინმე რო არ მოვკლათ, ამას ვაყენებთ, რომ ამას შევა ეს და გარედან შეომავალი ისა გარედან შეომავალი დენი იქნება ეს შევა ამაში და აქედან წავა უკვე ეკოფლოუში, რომ დენი რო გაიჟონოს მარშრუტკაზე, რამე რო მოხდეს, ვინცობა
სუღის ეს 80 ლარი. ვიღაცის სიცოცხლეს დავიცავთ. რა თვითონ ამოაგდებს, თვითონ ავტომატურად იგებს, როგორც კი დენი გაიჟონება. და თავს ეგრევე. ალბათ ელექტრიკები კომენტარებში უფრო კარგად დაწერთ ზუსტად რა ხდება. მე დაახლოებით ესე გლეხურად ვიცი მოკლედ რა. ეს არის AC-ინი. აი აქ ძალიან მარტივად აქვს. სხვა ვერაფერში ვერ შეარეთ. ახლა აქ მინუს ვერ არის. AC-ინი, ანუ 220-ის შემსვლელი. ბრახ ეს ჩაჯდება აქ რელეში, რელიდან გავა დენი გარეთ და იქიდან წამოვა აქ დენი. ესე დაკაბელებული არის სპეციალურად. ყველაფერი ერთმანეთზე ახლა ჩავაჭრი ამებს და თუ ეს შენი საყვარელი მომენტია. ეს არის AC-ინი 220-ის შემსვლელი. ეს არის რელე. ძალიან მარტივი არის რა. აქ გვაქვს ორი კაბელი. ეს კაბელები არის აღნიშნული შემდეგნაირად. ზევითაც კი აწერია ამას. მწვანე არის ყოველთვის P, ანუ ისა დამიწება. თეთრი არის ნეიტრალი და ელი არის პლუსი. ანუ შავი კაბელი. დავიწეთ ჩვეულებრივად N აწერია ნეიტრალი. შევარჭობთ, მოიცა. გავადიდებთ. თეთრი ნეიტრალი. შევარჭეთ. ესე. არა მაქვს ამის დასაჯეკი და რა გავაკეთე. თუ დასაჯეკეთ, დაჯეკეთ. მე არა, ამას ისე ეჭირება, რომ დაჯეკვა არ დაჭირდება. აჰე, თლიანად ყვება იმაში, რა კარგად აქვს ამას. მეორე პლუსი. ესეც გავოდიდოთ. არი გოხდათ. სამაგრი უკვე მიმაგრებულია. ჩამოვსვათ ამას. ჯაჯდა. ეს არის ხუფი რა, აქედან ეჭრება. ორი მხარეს ამოვარდება ეს, იმიტომ რომ სამლარიანი სამაგრია. ცოტა ცუდი ხმა აქვს, მაგრამ ესე ხანდახან ძალადობა კარგია. ამას გადაუჭერთ. ეს ყველა დაუჭირა ზევითაც უნდა ჩამეერთებინა, მაგრამ ეხლა გამახსენდა. ამას აქ გავაძვრენთ. ეს არის დამიწება. და მარშრუტკაზე ვდურთავთ. ეს არის უკვე 220. ეს გავა უკვე გარეთ, მარშრუტკაზე მიყენდება, ეს არის გარე, სილიკონზე დაჯდება, ყველაფერი შეიხურდება, დაჯდება, წყალი რო არ ჩავიდეს და всё. ამას დალუქავ ხოლმე ესე რა. შიგნიდან უკვე უსაფრთხოა გარე გამოყენების ის არის. და ეძება всё. დენ მოგჭიდოთ, შეაერთებ უკვე fast charger-ია, სწრაფად დატენი 5 კილოვატს. დაახლოებით 1 საათი უნდება მე მგონი. თუ 40 წუთი რა. ესე იგი ბატარეა გინდა, ამას შეგვიძლია ეს ჩავრთოთ. როარი ბუთქა, ეს არის სამართავი პანელი რა. ეს ასწორებს, რომ იდეაში ნებისმიერი Wi-Fi-ს უკავშირდება და ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია რომ აკონტროლო. 23%-ზე გვაქვს. აი ესეც მუშაობს. ეს არის ჩენელები. იქ რასაც გიჩვენებს პირველი, მეორე, მესამე შეგიძლია სათავოდ მიუთითო რა არის. მაცივარი ისა ის და აქედან გათიშო ხოლმე რა. ზღავ გათიშო, შეხვიდე გათიშო. 220-ია, მაგრამ ეს არის. ეს არის. AC out, ესე პლუსი მინუსი. AC, ელი. აქ ძალიან იფთხეთ, აქ მოდის 220-ია. მევიდა დენი. მამა ძაღლი როგორ ანათებს არა? იმედია ჩინებს ზორიოთ. ეს დაყენდება გვერდზე, როგორც გინდა, სადაც გინდა მიანათებ, მოანათებ. აუ წიგნი უნდა წავიკითხო. მე არასდროს არ დამჭირდება წიგნისთვის. აი, ოპა, აქაც გვინათებს. მოკლედ, ერორი იყო რაღაცა, ჩვენი ბრალი იყო, აპდეითი ქონდა. აი ეს არის ეს ამბავი რა, ეხლა გვიჩვენებს 23%-ზე ეს ჩართული რო არის იდეაში, აიცა დაასტაბილუროს დრო ემატება. ედა უნდა თუ ჩართულია დრო ემატება.
23%-ზე ამ ნატურას 23%-ზე ამ ნატურას ამუშავებს 24 საათი. 220 ვოლტიანი არის ეს. შეიძლება დავუშვათ 12 რა თმინდოდა 220-იანი ვაფშე. ხო და არა 220-იანი დავაყენო დიდი უკან ძლიერი შუქი რო იყოს რა რაღაცაში რომ დაგჭირდეს უკან ძლიერი შუქი არის რა ისეთი არაფერი. არა, მაგრამ ამოძრავებს, ანუ სტაბილური დრო არა აქვს რა ეხა ეს ხო ცვლად დენში მიდის და იმაშება ამოძრავებს. ლაპარაკობ, მაგრამ წვიანურად ჩანს. აქ გვაქვს ესა DC-ზე მაგალითად შევედით ხო აქ დავაწეროთ. ესე აიცა ნატურაი ნატურის ნაჩუკი არა გვაქვს? აჰა, ვთქვათ ეს იყოს. ოი ნატურაი რავალ სხვა მოითხოვს, სხვა არ მოიხმე. არა, ძალიან ცოტას მოიხმარს ბიჭო. იმენა ვერ ხარჯავს, პროსტად ვერ იგებს, აუ ერთulis იმდენად ცოტა არ. შეგვიძლია გავთიშოთ აქედან. რა პრობლემა? ტენი აღარ, დაგჭე გამოდი. ტენი რომ მოვიდეს თუ შეიძლება? მადლობთ. არის რა გაჯმა რაღაცები აქ. აქ გაქვს სრული სცენა გვაქვს იდეაში, მე ამას დანელიას ვემათხოვრები რომ power link editing sensor რა არის ეს, რაღაცა არის ეს. power ტემპერატურის რაღაც სენსორი არის ეგა, მაგრა გაასწორებს. Connected power link monitor status with water level. აქ მიდის. იდეაში ეს ყველაფერი შევიძინეთ კოპტერტექმა გადმოგცა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას კოპტერტექს და დანელას და მის მეუღლეს, იმიტომ რომ მართლა გაგვიგეს რა, იმიტომ ფიზიკურად გვჭირდებოდა ეს ძალიან ახალი სისტემა, ახალი მანქანა. შეგვიძლია აკუმულატორების დაგვეწყო, მაგრამ ეს საერთოდ სხვა არის რა, სხვა სამყაროა რა, იმიტომ რომ დენი მიდის, აქ შეგვიძლია მე შემსვლას რო დავუყენებთ, გზაში რო იქნებით, უბრალოდ იმპულსზე ჩაურთოთ, ნახე, იმპულსზე რამდენი დენი გვინდა. მზის ბატარეაც მოგცეს, მე გაჩვენებთ როგორ ვაყენებთ. მზის ბატარეა ჩაურთო, ალტერნატიული არის აკუმულატორიდან ტენის, ანუ მანქანა რომ მიდის ბრახ და ეგრევე დინამოდანში აქვს დენი, ისე რომ იდეალურად ტენის და AC input-ი არის, ბრახ და ეგრევე შტეფცელით რო შეაერთო, სადმე თუ ხარ უცებ დატენო რა. ყველაფერი აქვს იდეაში. ეს არის 5 კილოვატია. მედია მე მეორესაც დავამატებთ უკვე 10 კილოვატი გვექნება, 10 კილოვატი დენი არის სოფლის განათება, ჩავალთ ბნელ სოფლებში გავანათებთ და ჩამოვალთ უკან ისე რომ დავჯდებით. აქ აქვს ეს და ნახე რა ანიმაციები, ბატარეიდან მიდის და წავიდა, დენი იხარჯება უკვე. შემსვლელი არც ერთი გვაქვს, არც ალტერნატიული, ან მზის ბატარეა არ გვიყენია. ეს რო გვეყენება მე აქედაც სკაპ ერთიანად დატენის რა. მაგარია, ბოდიშვილი ხო მაგარია. ეს არის EcoFlows power kit-ი რა ვანებისთვის. და ისვენებ ის რაღაც კაბელები და ისინი აღარ გიწევს ის ლურჯი ის რო ხომ გადართე გადმორთეები. თვითონ აქ ყველაფერი აგვიჩვენებს რომ ისი შედის, მეორეს რო ანათებს უკვე DC შემსვლელი იქნება, DC გამოყენებას დავიწყებთ, რავი 12 ვოლტიანი აქ არაფერი მიგდია, თორე ვატაკებდი ეგრევე რა. როგორ არა მაქვს, მოიცა? წამოსვლელი აქვს. თუ არა ყველაფერი მაქვს ბიჭო. ჩინეთზე ვზივარ გიჟივით იმენა. სადაც რამე იმას სისულელს ვიპოვე ყველაფერს ვიწერ. იმიტომ რომ მე ჭირდება. კარგია, neutral ალბათ. პირველ ბაზაზე. ახლა მიწუდება ეს. ესე მიწუდება. neutral-ი. შევკეთეთ. DC 1. აქედან განახებთ, ხდებით. Output DC ისა ლოქი რატოა? უბრალოდ აქედან გასახსნელი იყო, რომელიც ჩავრთო. მოდი დაქი, ზოგ გათიშო. 12 ვოლტიანზე შეგიძლიათ განათებები დასვათ რა. კაი, ეს გათიშეება და რამდენს მოიხმარს იმას? 12-იანს. 63 ვატი. დააგდებს ახლა. იმაზე უფრო მეც მოიხმარს ბიჭო.
არა ემატება. არა ამაზე სტაბილური უჭირავს, ნახე. ეს რაღაც ჩინური ნატურა არის უეჭველი რა. აი სირობა დავაყენე. სად არის? აი ეს ოსრამის რა უწერია ვაფშე მას მოხმარება. 8 ვატიო. მოხმარება უწერია 8 ვატი შეჩება. მართლა გეუბნე. სად არის? აი ხა გავიგებთ ყველაფერს. თვითონ დაგიწერა რამდენი ვატიანი ნატურაა, ნახე? ამ შემთხვევაში სტაბილური დენი როცა მიდის, ნახე? 40 ვატიანია ეს თლიანად არის 40 ვატი რა. ეხლა შემიძლია 24 გავუხო აქ და მოუძედის გადავწო. ნუ იგინები გიოგი. კაი, ეს გავთიშო. რვა ვატს მოიყვანს. სამჯერ მეტი რატო არის დედა მ***ული? 8 ვატიანი ნატურა რატო არის? მოიცი ის სხვა იყო? თუ ესეც იგივე არ არის ბიჭო? არა ძმო ერთი და იგივეა ჰა. 8 ვატი აწერი. აი რამდენი თემეტი უნდა იყოს ახლა? აი და ნატურებსაც გაიგებთ. გატყუებენ თუ არა? 23 ვატი რა არის ბიჭო? მოიცი უნდა გავთიშო სხვა რამე ხო არ იპარავს დენს. დენი მოიჯოს, ვინ იპარავს? ეხო. ვიღაცა იმენ საავადმყოფოს ხაზებზე ზის. 15 ვატს მოიყვანს პროსტა ჩართული რვა ბიჭო. ესა ისინი ანუ სისტემა რომ მუშაობს, მაგიტომ მოიყვანს 15 ვატს. 15 ვატი არის ხო? მაშინ ეგა ყოფილა, 8 ვატი არ მოუტყუებია თო. მოიცა ეს როგორ რამე ის არა აქ power cell. Priority battery. ბატარეა დააპრიორიტეტე, რაღაცეები კი არა თქო. ეგი? აი ხლა მოუტყვა, ეხლა შევეთო. გონია, გითხარი შეჩემა რა. ნეტო აქ არ მოვკვდე. აბა? რო ჩართავს, მერე მოიხმარს მაგდენს. ეგ არის. რო ჩაირთვე, ანუ მანამდე თუ გაითიშება ყველაფერი, ამას აღარ მოიხმარს რა არაფერს. ეგ ცუდი არ არის. ეგ არის. всё, თავარია რომ გაკეთე და აპდეითი იყო გასაკეთებელი და მაგან ისაქნა რა. გავთიშოთ ახლა. ეგი არის ნახე. ელექტროობა არის ეს, საიდე შაქიდან გავაკაბელები და იმას ვიზავთ რა.